ჩვენ ჩამოვედით ბათუმში, რათა გადავიღოთ ძალიან საინტერესო ვიდეო. ნიკუშას ექნება 50 ლარი, მე მექნება 500 ლარი და გავსინჯავთ შესაბამისი რაოდენობის კერძებს. ოჰო, ალბათ გაინტერესებს რატომ ვართ ორი. იმიტომ ვართ ორნი, რომ გუგა იმყოფება ქორწილში, აი გუგა ჩაგვერთვება ეხა. ძალიან გთხოვთ კომენტარებში არ დაწეროთ ნიკუშა 50 ლარად ბევრად კარგი ადამიანი გამოჩნდა თორნიკე თავზე გადაჭმული, იმიტომ რომ მე ეს როლი შემახვედრეს. მეგობრებო, ჩვენი უსაყვარლესი წარსმდგენი არ დაგვაუწეს, ეს არის BetLive.com, რომელიც ბათუმშიც კი გვიშვებს. მინიმუმ მადლობა მისთვის. BetLive.com წავედით. მოკლედ მე ძალიან გამიმართლა და შემხვდა 500 ლარიანი ფუფუნების არჩევანი და სად მოვიდოდი აღარ მიფიქრია, მოვედი ოვალში და ვიცოდი ესეთი მასპინძელი ხდებოდა გურა მოგხარ. მადლობა, ამათ გონია რომ გაუმართლა, მაგრამ ნახოთ როგორ გაუმართლა. არა, მე არაფერს არ გიპირებ, მინდა რომ დაგაგდო შენ ტიპონზე დღეს. აი ეგ ციას გავამზადე. უკვე გაიარე. მისვლისთანავე გადავხედე მენიუს და 500 ლარის ფარგლებში ეს კერძები ავარჩიე. ესეთი განსხვავებული და განსაკუთრებული სტუმარი ყავს, რომ არ გავპატივებ ჩვენს კოქტეილზე, არ გამოვა. მოდი ჩვენ სტუმარს ჩვენი საფირმო კოქტეილი გავუკეთოთ. დასაწყისი კაია, ხო? როგორც იცით, ჩემი ბიუჯეტი შეადგენს 50 საცოდავ ლარს და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ისეთ ადგილას მოსულიყავი, სადაც დიდი არჩევანი იქნებოდა. ამიტომ მოვედი ბათუმის Street Food Festival-ზე. წარმოდგენილია აზიური და ძირითადად ჩინური ძალიან ბევრი და საინტერესო სამზარეულო, ასევე არის ქართული კომპანიების და მოკლედ დავერიოთ ყველაფერს, გავსინჯოთ, გავერთოთ, ვიმხიარულოთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭებო თქვენით საერთვებით და ერთად მოკლედ მივიღოთ სიამოვნება. ვაჯობოთ ოკას. აუ, პირველივე არის bubble tea, რომელიც მიყვარს ყველაზე მეტად საერთოდ რა და დამხელარიგია უბრალოდ და ჯერჯერობით რასაც ხედავ, რაც მომწონს, ეს ყველაფერი უკავშირდება მდედრობის დღის წარმომადგენლებს. რა არის ფასი? 12 ლარი. მოკლედ, შემდეგი ავარშიოთ ეხლა რამე საჭმელი. მანამდე bubble tea-საც გავსინჯავ. Konnichiwa! გემრიელია ხო ეს შენ? 10-დან მოლოდინთან შედარებით 1.8. მოკლედ, ესეთი სიტუაციაა, სულ გვაქვს 50 ლარი და რამდენიმე ობიექტი უნდა დავაგემოვნო და ცოტა იაფიანი რამე უნდა შემომთავაზოთ რა. 30 ლარიანია, სტეიკები 20 ლარიანია, ნუცი და ფასაკლება შეიძლება. ფასაკლება? რამდენი? ნახევარი. ცო, მაშინ შევთანხმდით, ძალიან კაი. რომელი გნებო, საათონის ხორიში. მოდი ხათმის სტეიკი იყოს 15 ლარში ვეტევით მოკლედ. 30 ღირს ისე, ხო? აი, ჩვენიერი. აი, ესე უნდა გავახალბორო ცოტა. ალბათონი შევაწუხე, დაუჯექი გვერდზე და გადავადა ესკოზი. აბა ვნახოთ პირველი ჩემი ჩინური გამოცდილება როგორი იქნება. კომბუჩა, აგერ ჩემს გვერდით, რომელზეც შევჯექი ოფენიარის ვიდეოს შემდეგ. იმდენად გემრიელი იყო, რომ გადავწყვიტე, რომ აქაც წამომიღო, ასე ვთქვათ. ჩხარია და ეს არის ჩინურ რეცეპტორებზე გათვლილი მაინც რა. იმიტომ რომ გემოები ისე არის ერთმანეთში შეზავებული, რომ აბსოლუტურად არ შემხვედრია საერთოდ ჩვენთან არცად რა იდეაში და ცუდი არ არის, უბრალოდ მიჩვევა ჭირდება ალბათ. ხო, Twitch შეფის მომსახურეობა შენ, ეგეთი რაღაცა ვაფშე, მე მგონი არის დაქსიზმრებია. ნახე რა დიდებული არის. მოერევი მარტო? დიდას მოყნობა. კარგი გინო? დიახ. ესე იგი სამი ტიპის თევზის საშიმი გვაქვს, რომელიც სამივე არის ეცელი ალგადავლებული არის. ეს ნიგირი გვაქვს ორაგულის, გუნკანები გვაქვს ორაგულის, ჩვენს მიერ დამზადებული ნედლი ჯინჯერის გარი და ვასაბი, ხოთროლი ორაგულით, შეფროლი
და ფილადელფია ტერიაკის соусით. ზეიდან. გთხოვთ მიირთვათ, ჯერ ვასაბი აიღე. ვასაბს არ მივირთვენ სამწუხაროდ. არა, აუცილებლად უნდა მიირთვათ. არ მინდა და რამბო ვასაბი უნდა გახსნათ ჯერ პირველ რიგში. სოიოში ნაბანაოები, სუში აღარ არის. ხვდები? აი დავუშვათ ავიღოთ ნიგერით. აი აქედან რო დავდგე და პირდაპირ პირში უნდა მიცვი მაშინ. ნიგერი კაცო. დაიყო რა ცუდი რაღაცეები გელანდებათ. აი ესე უნდა აიღოთ აუცილებლად ნიგერი გვერდიდან. არასდროს აი ესე ზემოდან რო არ გადატეხო ბრინჯის გუნდა. მე აი ესე აუცილებლად უნდა გადმოატრიალო, ჩააწო ძალიან ცოტა. და უნდა ჩაგითანთალო, დიდი პირი გააღე, თვითფრინავე მოვიდა. არის სველი იმასავით? აღვიახსნილი ხარ ბატონო გურამ. სველი თევზივი ბიჭო, აღვიახ. ნამდვილი შოუ მოგვიწყო შევ გურამმა. ეხა მე თვითონ შევბერა ვაწი ჩემებად. მართლა ძალიან კაია. მაიცი. უი კაცი. ერთი ღვინო დამისხი რა, მამა პაპო. მე თვით ნერვიულობ, ნუ მათ გახართ თავზე თუ შეიძლება. ავიმარჯვეთ. გაგვიმარჯვეთ. მადლობა ამ გამასპინძლებისთვის და სულ ესეთ კარგ ხასიათზე ყოფილიყავით როგორც დღეს ბრძანდებით. შეხერები ესე უნდა დადო ხოლმე, ესე არ დაიკავო. წნიხში ფუდ ფესტივალზე გამიშვით რა, აღარ მინდა. მე მეც ვეღარ მოვერები, ბიჭები კაცის მიღმა აგერ აი. ერთხელს კი ხედავთ ალბათ შორიდან. საშიმიც მიირთვით რა, თეთრი თევზის, ფრინავი თევზის ხიზივალით რა, წითელი აი ეს არის ობიკო ფრინავი თევზი. ფრინავი თევზი ნანახი ყავს? ადრიატიკის ზღვაში არის ძალიან ბევრი სხვათა შორის. იცით სად არის ადრიატიკის ზღვა? რა თქმა უნდა, ეს არის ატლანტიკის ზღვების მიმდებარე ტერიტორია. ატლანტის ოკეანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადრიატიკის ზღვა? ადრიატიკის ზღვა. გეოგრაფიის მასწავლებელი გყავდათ. აღარ მახსოვს. ატლანტიკის შემდეგ არის ხმელთაშუა ზღვა, ხმელთაშუა ზღვა და ადრიატიკა ერთმანეთს უერთდება. გიო კი იცი ამ ნაწილს რას უნდა ვქნა? არა. არ გაბედო. გეოგრაფიაში სუსტი ვიყავ. მათემატიკა მკითხე აბა რამე. გონია ჩამჭრის. მოდი ჩამხტე რა. მაგარია, ბაკაკი მიყვარს. მიყვარდა ყოველთვის. წავედით ძმებო, ეხლა ქართულ სივრცეში გადავიდეთ. აი ესეთი ახალგაზრდობა მოდის დღეს, გაიხარეთ ბიჭებო. რაღაც ყველაზე მეტი ხალხი თქვენთან იყო და რა ხდება, რას ამზადებთ? მოგესალმებით. ვაკეთებთ სვანურ ფასტფუდს. კუბდრის სოსისები გავაკეთე, კარტოფილის გარნირით, გაწურული მატვინის კრემით, ტკბილმჟავე ტყემლით, ნიგზიანი მწვანე აჟიკით, კომბოტო სალათა არის მაწვანში და ჯონჯოლის წნილით. აუ, ბრავო რა. აი ეს მომწონს უკვე დაპატიჟება ყოველთვის ასიამოვნოა. მოკლედ რეალურად კი ქონდა 50 დოლარი ბიუჯეტი, მაგრამ იმდენმა დაგვპატიჟა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი გავსინჯედა. ძალიან კმაყოფილი ვარ. სადმე გაქვთ ობიექტი თუ ამ ფესტივალისთვის ხარ? ობიექტი არა მაქვს, ანუ ვარ გეოფეთის მონაწილე ვარ სვანეთის რა. წარმატებებს გისურვებთ, მოდი გავსინჯავ და გეტყვით ღირს ვარ ობიექტის გაკეთება. ძალიან კარგი. აბა ვნახოთ, აი საოცრად მაინტერესებს რა არის და როგორი გამოვიდა, იმედია როგორ გულითაც ამზადებდა ისეთი არის. ამ კერძში ჩემთვის აი იგრძნობა ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება რა. კულინარიის ყველა მოყვარულისთვის ალბათ ეს კერძი არის უმაგრესი. იმედი მაქვს რომ მალე გაიყიდება და ასე ვთქვათ ფართო აუდიტორიას გასინჯავს. მოკლედ ქართულ კუთხეებში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ უფასოდ მივირთვათ და ჩვენ ცნობადობა გამოვიყენოთ რა, იმიტომ რომ ალბათ ეხლა ჩინელებს არ ვესოდინებით და იქ უფრო გაგვიჭირდება. ცოტა ახლოს. ეს ცოტა დაიწიე რა. ой, мамочки. ой, блин. კარაკი თუ კარაკის გარეშე? იყოს კარაკი, მეცხინებს მიესალმები. ახლა უნდა გასწავლო როგორ უნდა მიხედოთ აჭარულ ხაჭაპურს. არაფერი არ უბრალოდ მორევა არ არის. ახლა მივხვდი კვერცხი და კარაკი ერთად უნდა დააწვინოთ მერე მუცელზე ჯანგალი. ხელოვნება. ეს დაიჭირე ხაჭაპური გეკავოს ორივე ხელით, თითები არ დაგეწვათ.
და ეს აუცილებლად უნდა ვამუშაოთ ესე საათის მიმართულებით. ამის მუშაობა ყველაფერსთვის რათა ყველის ტექსტურა გახდეს ერთგვეროვანი მასა და აი ესეთი მასა უნდა გქონდეს ჩვენ ხაჭაპურის. სულგუნი ბატონო. ბატონო, სულგუნი, იმერული, რა თქმა უნდა. მე ამას არ უნდა არც ხელი, არც ფეხი, არც დანა და არც ჩანგალი. აი ესე გეკავს. აი ეს უნდა ჩატეხო ლამაზად. აი ესე. მე ამას ესე ლამაზად ამოუწობ. არის მამაჩკი თუ არა? მოდი აბა. ой, блин. რა სერვისი მაქვს, მე ერთო ღვთაები, მადლობა შეფურა. მიდი დაცხე აბა. ჩანგლის გარეშე ბიჭო. არა, ეს მოვჭამო რა, ცალკე, ფანთალა რაღაცა. არ შეგარცხოთ მუდეში. ახე რა არის ღმერთებისთვის? ღმერთების ენაზე ვსაუბრობ ახლა მე. ეხლა რო ვიტყვი ძალიან კაი, ვინ დამიჯერებს, აი თავზე გადგასო შეფიო და ამბობ კარგიასო და შენ თქვი აბა. ეხლა მე ვიტყვი სიმართლეს. თუ და მეშინია რომ მოდის, აი კარაქი შეიძლება სხვაგან წამისვას, რაღაც ისე მოქმედებს და ძალიან თამამა და გადაუშავე არ ვიცი. ძალიან გემრიელია. ჩვენი თითოეული გამომწერისთვის აი ეს ფეიერვერკები ძალიან ხო გამოგვიწერეთ, ავიდეთ 400.000 გამომწერზე. დიდი მადლობა წინასწარ ყველას. მოკლედ ტკბილის დროა, ტკბილის რა გაქვთ ამას საინტერესო მითხარით? ნატურალური ხილის ნაყინები, სახში დამზადებული. ძალიან კაი. ასევე გვაქვს ნატურალური ხილის წვენები. ხო. და ვაკეთებთ აი ესეთ კოქტეილებს. გვაქვს კიდევ ქართული ნაციონალური ჩურჩხელები, ყლაბები. ერთი წალი გამიკეთეთ ყველაზე გემრიელი რაცვლი რო არის. რისი არის ეს? ეს არის ხილის ნარევი, მოცვი, კენკრა და მარწყვი. კარგი და ღირებულება რა აქვს? ეს კი 10 ლარი. 10 ლარი, ძალიან კაი, მე მგონი ასფალტში ჩავეტევით. მოკლედ, აი კიდევ ერთი ესეთი საჩუქრით ვაგზელებთ დღევანდელ ჩვენს ვოიაჟს 50 ლარში ჩატევის შესახებ. წავიდეთ ახლა იაპონური მხარისკენ და თან დავაგემოვნოთ რა. ჩვენიერია პოპსი. წავედით, მოკლედ, დავიაროთ შემდეგი ობიექტები. წიწაკის ნამცხვარი. ციცაკის ნამცხვარი უკვე გაყიდულია, ეს ახალი პროდუქცია, რომელიც ჩვენც არ ვიცით რა არის. წიწაკის ნამცხვარი გაყიდულია და ეს არის ახალი პროდუქცია, რომელიც თქვენც არ იცით რა არის? უფასო დეგუსტაცია. აბა გეტყვით. ვა, ჰაგრი. შენ გინაცვალე. კარგია, მადლობა. აილანდური ბარბეკიუ და ბურგერები. მოდი, ბარბეკიუ გავსინჯოთ. How much? 10? 10 ლარიო, გიო, გადავიხადო. აბაში. Cheers. Very delicious. ძალიან კაია. соуსი არ უნდა. მეგობრებო, ერთი თქო უნდა მექნება, რომ უღრმესი მადლობა. არ დამიწეროთ კომენტარებში ეს ღორი ვინ არის. ეს დამიწერეს სცენარისტებმა და მე ვალდებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დავაგემოვნო. ეს არ არის ჩემი მოფიქებული. ეს დაწერა გუგა ჭყონიამ, რომელიც დღეს აქ არ იმყოფება. ეხლა მოდი ვნახოთ რა განსხვავება არის ტომიამის და ტომხას შორის. აიღებ ცოტას ბრინჯს. მე აიღებ აი ესე. და მე შეჭამ. ეხლა შეჭამ. მოსწორებული უნდა ქონდეს. მაგი პეში რო ჩაიდე, მე გამოყოფ. ყოც აიღე მე. მომეც შეიძლება. ნუ მიეჩვიე, თორე მე რა შენ კი არ დაგიწყებ დევნას. ცოტა ცხელი ხო არ არის? ხაებრივი საკვები მოაქვს და რა ვთქვა, რითი გავაკრიტიკო. აი, ერთადერთი რაც არ მომწონს, აი ამის ფერია. რა გავაკეთე? ამ გემრიელ ნოტაზე ვიტყვი ყველაზე გემრიელ სათქმელს. ჩვენი წარს ვდგენი. betlive.com უდამ ჩვენს ხაებრივ განწყობაზე იზრუნებს. მადლობა betlive.com რომ არსებობ. გურმან ბატონო, რა აზრი ხართ აი ამ რაღაცაზე, აი ესე რო იღებენ? და ორაწუნიანია. მისაღებია. აქ ნაღები გამოიყენება არცის პროდუქტი, აი რა აძლევს ქოქოსის რძე. ქოქოსის რძე, ხო? ანუ აი ძის ქოქოსის რძე. მასები არის აშკარა და ძალიან გემრიელია რა. ვეღარ მივირთვევ რა, რას ვერ მივირთვევ? რა გავაკეთო რა. ხაჭაპური ბოლომდე არ ჭამე, სუში ბოლომდე არ ჭამე, ტომხას ბოლომდე არ ჭამე, სტეიკია კიდე, ხო იცი გზაში? აუ,
რა სერვისი, მაგეთ 500 ლარი ზემოდან უნდა ემატებოდეს ამ მომსახურებას. მაგას ველოდები ზუსტად. გამარჯობა. დიდი სიამოვნებით. ყველაფერი დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა. აი, ესეთი საჩუქარი. მაგვევიდა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ. აბა დავაგემოვნოთ და ვნახოთ. სხვათა შორის, როგორც ვიცით, თქვენ საქართველოს რაგბის ნაკრებს წვებაზე ზრუნავთ, ხო? ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ, მოკლედ. გაიხარეთ. აუ, კაია. ძალიან კაია. აი, მაინც ქართულ რეცეპტორებზე ეკწობა თორემ. რამდენი ვჭამეთ ახლა? ნუტუსი იყო, ის იყო და დაილოცოს ბურგერი რა. ბურგერი და კარტოფილი. ყემალში. ბიჭო, კბილეული არ გავსინჯოთ? აუცილებლად. გამარჯობა. აი, მე იმდენი რაღაც მაქვს ნაჭამი, მაგრამ კბილისთვის შევინახე მაინც თავი. რა ხდება, აბა რა გაქვთ? ჩვენ გვაქვს ბაბლნაყინი, ბაბლვაფლი და ჩვენი ასე ვთქვათ, მთავარი რაც არის თბილის და ცივის ერთობლივად ძალიან გემრიელია. თბილი და ცივი? კი, თბილი ვაფლი, ცივი ნაყინით. აი, სანამ დამზადება, რამდენი უნდა გადავიხადო მითხარით ბარენ და? გვაქვს სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა რაოდენობის ნაყინით, სულ ვესამებ, მაგრამ ამეტაცა აი, ეგ არის. მადლობა ძალიან დიდი. სხვა შემთხვევაში გეტყოდით რომ აუცილებლად გადავიხდით, მაგრამ დღეს მჭირდება ბიუჯეტის დაზოგვა, ამიტომ მადლობას გარდა ვერაფერს ვერ ვეთქვი ამ კაი ხალხს. ჩემსაც გაგიზიარებ და ვიდეოშიც გავაზიარებ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. მე მგონი საოცარი ვიზუალები აქვს და გეხვეწები რა. აუ ბიჭო. ძალიან კაია. ან მე მიყვარს ყველაფერი სოფლიოში, ან მართლა ძალიან კაია რა. ეხლა ნიდერლანდური ანგუსის სტეიკი მინდა რომ დააგემოვნო. ბავშვობაში ბევრ მოსაწევს ეწევიან და იმიტომ არის ნიდერლანდური. აი ხო ჩააწე ცოტა ამ სოუსში აბა მე. რა სოუსი გვაქვს? არა, დანა არ ჭირდება ჩაი. აი მედი აბა. ვინო მიაყოლე, ვინ? ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი საკვებია შეიძლება რესტორანში მივით არის სტეიკი. იქუნეს ეს. ბოდიში თქვენ ჩემა. თქვენ საშაურმე გაქვთ? ხსელი გვაქვს ჰანგრიმენის საშაურმე. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ჰანგრიმენის საურმის შემდეგ სტეიქს რო შეჭამ. კონესა მოგვინდება ხო? აბა როგორ? ყველაფერს ნუ გამომანჟღავნებინეთ, რას როგორ ვაკეთებთ საღამო. ერთი სპეციალური დესერტი შეფ ხათუნას მიერ მომზადებული. უკვე იპონზე ხარ? იპონზე ვარ. დაიდოლელო? ნამდვილად. რა კარგია, რა კარგი სერვისია. კიდევ რომელ რესტორანში იქებით რა დღეებში ჩამაწერინეთ თუ შეიძლება თქვენი გრაფიკი. თქვენ TikTok-ზე მაგდენ ფულს ვერ აკეთებთ. ბოდიში მომითხოვი. ჭაჭას ხო არ ისი ამოვნებით. ჩავარდყავთ, ბიჭებს ვკითხოთ, აბა. ერთი ჩვენი საფირმო ჭაჭა ჩამოვსეთ ერთი შოტი. წვენიც იყოს ერთი თუ არ შეგაწუხებთ. ალუბლის წვენი. გაგულოცე მამაო. მოდი ახლა მართლა დავულოცავ რა, სუღლაბუცი ხო არ შეიძლება. ძალიან ვიჯდები თუ არ შეწუხდებით. ეს ადამიანი მართლა გული და სულით გვერდზე დაგვიდგა და ჩვენი კონტენტისთვისაც და ჩვენი განწყობისთვისაც ყველაფერი გააკეთა, რომ კარგად ყოფილიყავით და დღეს და ხვალ და ზეგ გამომყოლდა ეს ხასიათი და უღრმეს მადლობას გიხდი ამისთვის ბატონო გურამ. გაიხარეთ, შეგარგოთ. უღრმეს მადლობა. შეგარგოთ. აბა გასინჯე. არ დაიჯღანა. ვაფშე ეს ამდენ გრადუსია. 53. ძალიან კაია მართლა არ ჭირდება, მაგრამ ახან მოვითხოვე ხარჯი რო არ იყოს ყველი.
როგორც ჩემი წინაპრები იტყოდნენ, ვირიშა ინახო შავ ხიზილაზე უფრო იაფი დაგჯდება ვიდრე ეს კაცი. მაინც მომაწყევლა რა გულით სადგეგრძელო უთხარი არა. გამარჯობა. სოსი დოგი, კუბა დოგი და ქართული სენდვიჩი. რა ღირს? 10 15 15. გიო როგორ ვარ ბიუჯეტში? გუჭირს. კარგი მათხოვება მიწევს ყველგან აღარ შემიძლია რა. შენთვის უფასო იქნება დავაგემოვნე და მაგის შემდგომ უკვე შენ გადაწყვიტავ. ღირს თუ არა გადახდა თანხის. გაიხარე, აი ხედავ რა მითხრა, აი ამაგდო რა მოკლედ. მოდი გავსინჯოთ რა ერთი ნებისმიერი რომელიც თქვენთვის რა ყველაზე კარგია. კუპატი არის ხორის და დროხის ხორში შერეული არის, სოსი დოგი არის, ანუ ქათმის მხოლოდ და სენდვიჩი არის ყველით და ლორით. მოყევა მაგას სალატი, ქართული სალატი. მოდი ეხლა გავსინჯე გვერდზე კუპატი და ეხლა ან სენდვიჩი გავაკეთოთ, ან ის დოგი რა, ჰოთ დოგისაუს. ხო, რომელიც გირჩევნია. მათხოვარი ვარ ჩვეულებრივი, მაგრამ რა გავაკეთო? ეგაა რა, ცოტა ბიუჯეტით რო გიწევს ყოფნა. დავი, ნახოთ აბა ბიჭებო, რა არის ეს? შეგერგო. მადლობა. აუ, აკაია. აშკარად, აი გულწრფელად გეუბნეთ, მისასვლელია გასასინჯე ეს რაღაც. თან არც ძვირი არ ღირს. გიო. მოიცა? ოპა, რაღაც საინტერესო ვნახე ძალიან. ეს რა არის, გიო? ჩამო. მოგეთ, ოქტოპუსი ესე მდგომარეობაში ჯერ არ მინახავს რა. ერთი აი ეს ბოლო ვიდეო რო დადეს, მანდ იყვნენ თუ მდგომარეობაში და ესეთი იუმორი პატარა. უნდა გავსინჯო. აუცილებლად 62 ვარ, ანუ დღეს 62 ოქტოპუსი გაიყიდა. ამასობაში ახალი ბოთლი კომბუჩაც მოვიდა. სანამ ეს გენიალური ქალბატონი ოქტოპუსს დამიმზადებს, მანამდე გეტყვით, რომ კომბუჩა შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა გუდვილში, სპარის პრემიუმ მაღაზიებში, ასევე Gulf Store-ში და ეს არის ალკოჰოლური ვარიანტი და ნუ მე ვიყიდე აგროჰაბში, ეს არის ტკბილმჟავე გემო. და ეხლა გავსინჯავ, ეს არ მოხდა დასინჯული, მაგრამ ნუ ფაქტობრივად ყველა ძალიან გემრიელია ჩემთვის და იმედი ესეც გაიქნება. ღმერთია, ოღონდ მართლა. oi mama. Thank you. Ciao. ძალიან მეშინია. რვა ფეხას და ძალიან მეშინია მართლა ოღონდ. აი რაღაცნაირია, მგონი რომ ცოცხლად ჭამ რა. ვისაც უყვარს რვა ფეხები, მათთვის ალბათ ძალიან გემრიელი იქნებოდა. მე უბრალოდ ვერ გავუგე რა მაბატიეთ, მაგრამ ვაფასებ. ეს დესერტია ვეხა არ მითხრა. ერთი მათლაფა დესერტი მოვიდა კი. სანამ მამას შევჭამ და დაუღეჭავ ბოლომდე. შენი პირის აპარატს გააჩნია, შეგიძლია ელაპარაკო. რამდენად პროფესიონალი ხარ? რამდენად პროფესიონალი. ფაქტია რომ აი ხა შეაფასო ის იმას მოყვარო დიდი ხანი გამიგრძელდა მირთმევა. დიდი ხანი გაგიგრძელდა მირთმევა ნიშნავს რას? ნუ დიდი ხანი სიამოვნება მიიღე საჭმელსგან. ზუსტად ისე კიდე შევუკეთავდი რა. მე როგორც მეშაურმე, ბეშიქტაშიდან მოწვეული. არ მასწის მუშაობა საგავაკე თვითონ სამსახურშია წეც არსვავს. ორი შოტი დაასხი კიდე. გაურისკე? შვიდობა გქონდა შენს კუჩს. შედარებად. რა ღორმუცელა უნდა იყოს? 500 ლარი თვითონ ჩასკა და ყველაფერი? არა, გაუმასპინძლი, აგერ ნახე რა, ნეტარის სახეებით ხედან ბექსტეიჯში ჩვენი მეგობრები. კარგად იყოთ, ბევრი წარმატება, მშვიდობა ჩვენს თავებს, ჩვენს ქვეყანას. ეს ყოფილიყოს მიშელინის ვარსკვლავისთვის ფუძე, რომ ჩაგერა. აი, მოკლედ მიშელინის ვარსკვლავი ჩვენ არ გვაქვს ვირვებს. ყველა ვარსკვლავი რომელიც საჩიანათებს მე მეკუთვნის. თუ გინდა მე გაჩვენებ შენ. გინდა? დალია, მაშინ სხვა გზა არ მაქვს. წავედი, ვასასთან. დავეცი მოკლედ ჩინურ სათამაშოებს. გინდა რამე მოვიგო თქვენ სახელზე? რომელი გინდა? ვარდისფერი, მიიღე ვარდისფერი. არა, ამ წინვალე გოგონას ეს ვარდისფერი სათამაშო ნოულუქში უნდა მივიცე. ნოულუქ. ცხოვრებას ფერი არ ქონია, მხოლოდ ნარინჯის. ოი! რა ხდება? მამა?
მაპატიეთ რა, რა გავაკეთო, რა ვქნა. ვერ მოვიგე რა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო და მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩემი კონკრეტული დღით. მუსიკაც ბრწყინვალე იყო, გარემო ძალიან კარგია, ბათუმი ძალიან კარგია ზოგადად და არ დაგავიწყეთო ჩვენ წარსდგენი არის betlive.com-ი, რომელიც გვიხალისებს ყოფას და გვიდგას გვერდით და იმედია კიდე დიდხანს გვედგება. დიდი მადლობა betlive.com-ს.